ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. საღამომშვიდობისა. ეთერშია საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის პროექტი ბიზნესი და სამართალი. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო ლიპარტია გახლავართ ადვოკატი. დღევანდელ გადაცემაში ძალიან საინტერესო საქმეებზე ვისაუბრებთ. 2025 წლის 26 თებერვალს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დიდმა პალატამ ზეპინი მოსმენით განიხილა საქართველოს წინააღმდეგ ერთი საინტერესო საქმე. ცანავა და სხვების საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც ეხებოდა 2019 წლის 20-21 ივნის თბილისის ცენტრში საპროტესტო მანიფესტაციაზე განხორციელებულ მოვლენებს. არაერთი დაზარალებული სჩიოდა, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალთა გადამეტებას, რა დროსაც ჟურნალისტები, მშვიდობიანი მანიფესტანტები დაზიანდნენ და მათ შორის ზოგმა შეუქცევადი ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. როგორი იყო აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს პოზიცია, როგორია მხარეთა პოზიციები და რას აჟღერებს სახელმწიფოს წარმომადგენლები, ამ და ბევრ სხვა საინტერესო თემაზე დღეს გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი ბატონი დავით ჯავახიშვილი. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისათვის, თქვენი დროისათვის და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო ეთერი გველის წინ. ძალიან გახმაურებულ კეისში საქმეში წარმოადგენდით დაზარალებულ გუნდს და წარმომადგენლობას ახორციელებდით თქვენს კოლეგებთან ერთად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით 2026 თებერვალს, სადაც მაკო გომური და სხვა დაზარალებულის ინტერესებს იცავდით. ჩვენი მსმენელისათვის რომ განგვიმარტოთ, რას გულისხმობდა თქვენი საჩივარი, რა იყო თქვენი ძირითადი პრეტენზია და როგორი იყო სასამართლოს ის პირველადი გადაწყვეტილებები, რომლის აპელაციას დიდ პალატაში თქვენ მოითხოვეთ. ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, ხალბატონო, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას გიხდით გადაცემაში მოწვევისთვის და ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაზე მსჯელობის შესაძლებლობისთვის. მართლაც ცავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ იყო და არის უმნიშვნელოვანი საქმე, რომელმაც ფაქტობრივად საფუძველი უნდა დაუდოს დავის ჩვენ სასიკეთოდ გადაწყვეტის შემთხვევაში არაერთ სისტემურ ცვლილებას და რეფორმას სახელმწიფოში. პირველ რიგში მსმენელისთვის და მაყურებლისთვის რომ ცხადი იყოს, ეს შეეხება 20 ივნისის ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის მოვლენებს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, შეკრებილი მოქალაქეები და ჟურნალისტები დაზიანდნენ პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების შედეგად. და არა მხოლოდ, მათ შორის ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობის შემთხვევებსაც. ამრიგად საქმე წავიდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თუმცა მაინც რომ განმარტოთ, საქმე ეგრევე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში არ იგზავნება. თავად კონვენციის მოთხოვნა არის, რომ იმისთვის, რომ საქმე წავიდეს საერთაშორისო სასამართლოში, საჭიროა ეროვნულ დონეზე განახორციელო გარკვეული ქმედებები და ამოწურო ის უფლების დაცვის საშუალებები, შესამართლებრივი საშუალებები. წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია საფუძველია პირდაპირ სასამართლოში. ამრიგად ეს ნიშნავს იმას, რომ თავად საქმის სტრასბურგში გაგზავნა და მიღების ფაქტი ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ დონეზე ამოწურვის ნაწილში უკვე გამცხადებლების მხრიდან და მომჩნევის მხრიდან ყველა ღონისძიება იყო გატარებული. მათ შორის საგამოძიებო უწყებებისადმი იყო არაერთი მიმართვა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ დავობ პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე, ამისთვის უფლების დაცვის საშუალებად გვეუბნება გამოძიება. და გამოძიების რომელიც ხშირ შემთხვევაში არ არის ისე ეფექტური ან დროში მოქნილი, რომ კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული. კი ბატონო, შედეგზე ორიენტირებული არ არის დროში, რა თქმა უნდა, გაწელილია. გარდა ამისა, ჩვენ ხვდებით ძალიან ისეთ სისტემურ პრაქტიკებს, განსაკუთრებით გავსი ტიპის საქმეებში, სადაც სახელმწიფო უქმნის ყველა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ბარიერს მოქალაქის. მაგალითად, არ ანიჭებენ დაზარალებულის სტატუსს. დაზარალებულის სტატუსს თანძდევს მთელი რიგი პროცედურალური გარანტიები, რაც სამართლის საპროცესო კოდექსში, მათ შორის მასალებზე ცდომის უფლება. ამ ცდომის უფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ძალიან ლიმიტირებულად განმარტავდნენ. საგამოძიებო ორგანოს შენობაში აცნობდნენ. თუმცა ამ გადაწყვეტილების შემდეგაც კი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა,
თქვა, რომ დაზარალებულს აქვს უფლება მოიპოვოს ასლები და გაეცნოს ასლებს, მიუხედავად ამისა, ისევ ბოროტულად იყენებენ იმ დატოვებულ შესაძლებლობას. გადაცემა არ ხდება. და რაც ფაქტობრივად გამორიცხავს მრავალტომიანი ასეული ფურცლიანი საქმის ყისიერ და ჯეროვან შესწავლას, თუნდაც იმ ლიმიტირებულ დროში. შეუძლებელი გამორიცხულია ეს დაძლებადი იყოს. საგამოძიებო ორგანოს ადმინისტრაციულ ორგანოში შეაისწავლოს და შეაფასოს სწორად. და საპირისპირო მტკიცებულების შექმნა ან მოძიება შეძლო. ბატონ დავით, გადაცემაში რეკლამის დროა. ძვირფასო რადიო მსმენელობა, ჩვენ რამოდენიმე წუთში დაგიბრუნდებით, დაგველოდეთ. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. World Logistics-ი საუკეთესო ფასებითა და პირობებით. იმპორტი ჩინეთიდან. World Logistics-ი საკუთარი მანქანებით იზრუნებს შერეული ტვირთების ტრანსპორტირებაზე ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით. 20-25 დღეში. დამატებითი ინფორმაციისთვის მოგმართეთ მეილზე info@worldlog.gr ან დაგვიკავშირდით ნომერზე 511 29 11 11. World Logistics-ი. უსაფრთხოება და ვადების ზუსტი დაცვა. ესწრიეთ Yamaha საქართველოს ახალ შოურუმს და შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი უმაღლესი ხარისხის იაპონური პროდუქცია და აქსესუარები მისამართზე. დავით აღმაშენებლის ხეივანი 116. აქ თქვენ დაგხვდებათ მოტოციკლების, კვადროციკლებისა და ბაგის ტიპის მანქანების ფართო არჩევანი. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 0322 52 20 22. საღდგომო ფასდაკლება ჩიკორის ქართულ ჩირებზე დაიწყო. შეიძინეს საქართველოში წარმოებული და ჯანსაღი ჩირი სახლიდან გაუსვლელად. ვებგვერდიდან chikori.g. მოიმარაგე პრემიუმ ხარისხის პროდუქტები და შეუდექი საღდგომო ფუსფუს ჩიკორთან ერთად. ჩიკორი, ჩირი მთელი ოჯახისთვის. New Hospitals-ის ენდოსკოპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები მაღალ ტექნოლოგიური აპარატურის გამოყენებით ატარებენ სადიაგნოსტიკო და სამკურნალო პროცედურებს, გასტროსკოპიას, კოლონოსკოპიას, ბრონქოსკოპიას და ამიერკავკასიაში მხოლოდ New Hospital-ში. წვრილი ნაწლავის ენდოკაფსულარულ კვლევას. ჩასაწერად დაგვიკავშირდით 2 190 190. მრავალპროფილური კლინიკა New Hospitals-ი. კრწანისის ქუჩა ნომერი 12. კომპანია Sun Motors-ი გთავაზობთ იდეალურ არჩევანს თქვენი ავტომობილებისთვის. უმაღლესი ხარისხის ევროპულ აკუმულატორებს და საავტომობილო ზეთებს, საცალო და საბითუმო ფასებში. შეიძინეთ თქვენთვის კარგად ნაცნობი ყინვაგამძლე ზუბრი და პოლონური ბრენდი ზაპი. სასიამოვნო სიახლე Sun Motors-ში. შეუკვეთეთ სახლიდან გაუსვლელად თქვენთვის სასურველი პროდუქცია და ისარგებლეთ ადგილზე მიტანის სერვისით. მისამართები: წერეთლის 73A. ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია. შეშელიძის 30 გლდანში და აღმაშენებლის ხეივანი ნომერი 46. ტელეფონი 0322 43 25 25. კომპანია Sun Motors-ი. ხარისხის 26 წელი. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. დაგიბრუნდით ეთერში და საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკებსა და გადაწყვეტილებებზე ვსაუბრობ და შეგახსენებთ, რომ გადაცემის დღევანდელი სტუმარია ბატონი დავით ჯავახიშვილი, საიას, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი. ბატონო დავით, იმ ძალიან საინტერესო кейსზე ვსაუბრობთ და რომ გავაგრძელოთ შიდა სამართლებრივი ამოწურვის მექანიზმები ეს სავალდებულოა და ამაზე თქვენ ახსენეთ და შემდგომ მიმართავს მხარე სტრასბურგის სასამართლოს. რა იყო ძირითადი კომპონენტები იმ ძალიან ცნობილ და გახმაურებულ საქმეში, რომელსაც თქვენ ძალიან დამაჯერებლად და ძალიან დიდი მონდომებით იცავდით დიდი პალატის წინაშე 26 თებერვალს. კი ბატონო, მოგახსენებ პირველ რიგში შევეხოთ თავად პალატის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ საგნობრივი საკითხი ამ საქმეში იყო, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის, რაც წამების აკრძალვას გულისხმობს, დარღვევა, რაც თავის მხრივ ორი ასპექტისგან შედგება. ერთი რომ სახელმწიფომ უშუალოდ თავად განახორციელა ეს ქმედებები,
ხოლო მეორე მხრივ პოზიტიური ვალდებულების ნაწილში არ გამოიძია ასეთი ქმედებები, რომლებიც სამართალდამცავებმა უცილონ ის ღამეს ჩაიგდეს. რომელიც აუცილებლად უნდა გამოეძიებინათ. აუცილებლად უნდა გამოეძიებინათ, ეს იყო პოზიტიური ვალდებულება მათი. გარდა ამისა, იყო დავისაგან წარმოადგენდა კონვენციის მე-10 მუხლი, რაც გამოხატვის თავისუფლებას გულისხმობს და კონვენციის მე-11 მუხლი, რაც შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას გულისხმობს. ანუ ეს მატერიალური ის ძირითადი უფლებები, რაც იმ ღამეს დაერღვა ყველა იქ შეკრებილ ადამიანს, მანიფესტანტების მიერ, მანიფესტანტების და მათ შორის ჟურნალისტების მიმართაც. ამრიგად პალატამ ეს საქმე განიხილა და დარღვევა დაადგინა. როგორ მარტო ჩვენი მსმენელთა პალატა ამ შემთხვევაში გულისხმობთ დიდ პალატას თუ პირველ პალატას შემადგენლობას გულისხმობთ, სადაც მოხდა საქმის პირველი განხილვა და როგორც წესი საგამონაკლისო შემთხვევებში გადაეცემა მხოლოდ დიდ პალატას საქმეები. ამრიგად როგორც წესი სწორება არის პალატაზე, სადაც და პალატის გადაწყვეტილებები ძალას შესვლის თარიღით უკვე როდესაც შევა ძალაში, ის უკვე სავალდებულოა სახელმწიფოს. ანუ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია გვესმოდეს რა სამართლებრივი ბუნება აქვთ მათ. იგი არის სავალდებულო, რაც ნიშნავს, რომ იურიდიულად ბოჭავი ძალის არის სახელმწიფოსთვის და მათ შორის შეიძლება საფუძველი დაუდოს როგორც სისტემურ ზოგად ღონისძიებებს, ასევე ინდივიდუალურ ღონისძიებებს, როგორც მაგალითად კომპენსაციის გადახდა, კონკრეტული საგამოძიებო კონკრეტული მონჩივანის მიმართ. ამიტომ ძალიან კარგი საშუალებაა ჩვენი იურისდიქციაში, მაშინ როდესაც ეროვნულ დონეზე შენ ვეღარ შველი შენს უფლებას და ვერ იცავ, რომ მიმართო კონვენციის ჭრილში კონვენციის დარღვევებზე. და თავად კონვენციაში დარღვევის დადგენა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლო არის მთავარი ინტერპრეტატორი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის. რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად საერთაშორისო ხელშეკრულების განმარტებელი ორგანოა და რაც ნორმატიული აქტების იერარქიაში ერთ-ერთი მოწინავე ადგილზე. ამრიგად რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, საგნობრივ საკითხებს, ჩვენ ამ მუხლებს დავდით და პალატამ დაადგინა დარღვევა მესამე მუხლის, ანუ წამების აკრძალვის პროცედურულ ნაწილში. ყოველ პროცესუალურ ნაწილში. რაც ნიშნავდა იმას, რომ სახელმწიფომ არ წარმართა სათანადოდ გამოძიება. თუმცა განსხვავებით სხვა საქმეებისგან, სასამართლო უფრო მეტად შევიდა თავად გამოძიების შინაარსობრივ ასპექტებში და თქვა არა მარტო ის, თუ რა ნაკლოვანებები ჰქონდა გამოძიებას. მაგალითად, არ იყო ჩატარებული მთელი რიგი საპროცესო მოქმედებები, არ იყო მაგალითად ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი გამოვლენილი, არ იყო მაგალითად მომჩივნები არ იყვნენ სათანადოდ ჩართულნი მთელ ამ საგამოძიებო პროცესში. პროცესუალური უფლება რეალიზებული არ იყო. პროცესუალური უფლება მხოლოდ პროცედურულ ნაწილში რეალიზებული არ იყო და შესაბამისად აქ დარღვევა იყო და უფრო მეტიც თქვა ის, რომ შენ თუ კი გსურს სახელმწიფოს, რომ მომავალში მსგავსი ტიპის საქმეები გამოიძიო, შენ აუცილებლად უნდა უზრუნველყო ის, რომ სამართალდამცავები იყვნენ აღრიცხულნი და არ იყვნენ მხოლოდ ნიღბებით. თქვენი მახსოვს ხდომაზე ვესწრებოდი მე, როგორც მოგეხსენებათ და თქვენი ერთ-ერთი არგუმენტი, აი ეს აღრიცხვასთან დაკავშირებით ხაზგასმული იყო იქ, იმიტომ და შესაბამისად იდენტიფიცირება ვერ ხდებოდა, როგორც მახსოვს საგამოძიებო პოლიციელის, რომ შესაბამისად მის მიმართ ვერ იქნა გატარებული თქვენი პოზიციით საგამოძიებო მოქმედებები. დიახ. კი ბატონო. აბა თუ ეს დადგინდა რა შემდგომარეობდა თქვენი უკმაყოფილება, რამაც გასაჩივრება გამოიწვია? თავარი მიზანი გასაჩივრების მათ შორის იყო ის, რომ ეს არის მხოლოდ ნაწილი დარღვევის. რაც ამ საქმეში მოხდა. მთელი მატერიალური ასპექტები, რაც ჩვენ ჩამოთვალეთ, მაგალითად ის, რომ სახელმწიფომ დაარღვია არასათანადოდ მოპყრობის აღგზალავი ნორმები. მაგალითად ის, რომ სახელმწიფომ დაურღვია იქ შეკრებილ ჟურნალისტებს გამოხატვის თავისუფლება და არ მისცა ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა. პირდაპირ დამიზნებით ხდებოდა რიგ შემთხვევებში სროლა და ჟურნალისტების დაზიანებას კიდე თავისი ქვემიზანი აქვს. იმიტომ რომ ისინი დამატებით მტკიცებულებებს ქმნიან მთელ ამ პროცესში. და როდესაც არ გინდა რომ შენ წინა მტკიცებულებები შექმნა, შენ აზიანებ ასეთ დროს ჟურნალისტს. აქტივისტებს რა თქმა უნდა ხალხმა დაკარგა მხედველობა. არ უშლელი კვალი მიაყენ, ზიანი მიაყენეს ამ ადამიანებს და თან რომ აღარაფერი თქვა თავად იმ აქციის შინაარსზე რაზე დაყრდნობითაც ხდებოდა იქ საერთოდ მოვლენები. ამრიგად ჩვენ გვინდოდა რომ სასამართლოს შეეფასებინა მათ შორის საგნობრივი და მატერიალური ნაწილი. და სასამართლომ ამ ნაწილში თქვა ძალიან უპრეცედენტო რამ, რომ იგი არა დარღვევას არ დაადგენდა, არამედ თავს შეიკავებდა
ჯერჯერობით ამ გადაწყვეტილების გამოტანიდან ამ მუხლებთან მიმართებით, მატერიალურ მუხლებთან და მიმართებით. დაუტოვა სამსჯელო დიდ პალატას. და არა მოხდა ისე რომ დაუბრუნა ფაქტობრივად სახელმწიფოს და აი მიაბა შემდგომ გამოძიებას. თქვა რომ გამოძიება იმდენად უბარგისად არის ჩატარებული, რომ შენ კიდევ გჭირდება ეროვნულ დონეზე დამატებითი მოქმედების განხორციელება, რომ მე საერთოდ ეს შეფასებადი გავხატო. და ჩვენი აზრით ეს პოზიცია არა მარტო აზიანებდა კონკრეტულ საქმეს, არამედ მთლიან კონვენციურ სისტემას. იმიტომ რომ შენ არ შეიძლება მოლოდინი გქონდეს სახელმწიფოსგან რომ გამოიძიოს რამე, მაშინ როდესაც იგი საკუთარი პასუხისმგებლობის დამდგენ საკითხებს გამოძიებაა მისი ამოცანა. მაშინ როდესაც იგი პირიქით იხეირებს იმით რომ არ გამოიძიოს ეს შემთხვევა და მაშინ როდესაც მას უკვე ქონდა მრავალწლიანი შესაძლებლობა გამოიძია ეს დანაშაულები. სულ მცირე იმ დავის ნაწილში, სანამ თქვენ სტრასბურგში წახვიდოდით, რა თქმა უნდა ამოწურეთ ის შესაძლებლობები და ვერ მიიღეთ ისეთი შედეგი, რომელიც სასურველი იქნებოდა და რამაც შემდგომ საჩივრის წინაპირობა შეგიქმნათ. ვინაიდან თუ სწორად გავიგეთ თქვენი პოზიცია ის იყო, რომ თუ ერთხელ სახელმწიფომ საკუთარი ნებით არ გამოიძია, შესაბამისად ეს მეორედ მინდობა საგამოძიებო ორგანოსათვის ვერ იქნებოდა შედეგის მოტანა. ეს იქნებოდა ძალიან დიდი შეცდომა და მათ შორის ეს დაარღვევდა თავად კონვენციურ სისტემას, იმიტომ რომ გადაწყვეტილება უკვე როდესაც აღსასრულებლად მიექცევა, მასზე მონიტორინგს ახორციელებს მინისტრთა კომიტეტი. და ის სასამართლოს ამოცანა თავად კონვენციის 34 მუხლის ჭრილში არის ის, რომ მან შეაფასოს მის წინაშე წარდგენილი საჩივარი. ეს ერთგვარად სახელმწიფოს ის ჩვენი ის კონვენციური უფლებაა, რომ მივიღოთ პასუხი ჩვენს საჩივარზე, მათ შორის საერთაშორისო სასამართლოსგან. ამრიგად ამის უგულვებყოფა გახდა ჩვენი მხრიდან საფუძველი და ეს მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, როდესაც მომჩივნის მოთხოვნით გადაეცა საქმე დიდ პალატას, სულ რამდენიმე საქმე აქვს საქართველოსთან მიმართებით. სახელმწიფოს დარღვევის ნაწილში არ გაუსაჩივრებია? არა, სახელმწიფოს არ გაუსაჩივრებია, გავასაჩივრეთ ჩვენ და რა თქმა უნდა მოხდა აპელირება იმაზე, რომ აქ ჯერ ერთი რომ მომჩვენებს აბსოლუტურად ყველა წინაპირობა ჰქონდა წარდგენილი სასამართლოსთვის, რომ დარღვევა დაედგინა. არაერთი სამედიცინო, ფოტო, ვიდეო, ჩვენებები, მოწმეები, საგამოძიებო ექსპერიმენტების ოქმებიც კი ჩავატარეთ ჩვენ თვითონ, რომ გვეჩვენებინა, რომ აქ ჰქონდა ამ დარღვევებს ადგილი. და ანუ ყველანაირ მტკიცებულობა ჰქონდა წარდგენილი ჩვენი მხრიდან. მეორე მხრივ სახელმწიფოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციაც ამას ნათელყოფდა და ამას ხატყობდა, რომ მათ არ გამოიძიეს დანაშაული. აქ არის კიდევ რაღაცები, რაც ობიექტურად შეიძლება ვერ გამოიძიო და არის რაღაცები, რასაც არ იძიებ. და აქ ეს არ გამოძიების ელემენტი, ნებელობის ამბავი ძალიან დიდი დოზით იყო და ამის შემდგომ უკვე დაკმაყოფილდა დიდი პალატის მიერ, ანუ საჩივრის მიღება თავად წარმოებაში. დასაშვებად იქნა ცნობილი, პლიკა წინაპირობები ავიდით ჩვენ. ეს საქმე უნდა იყოს ძალიან უნდა შეეხებოდეს თავად კონვენციურ სისტემას, უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, იყოს პრეცედენტული, უნდა ცვლიდეს ფაქტობრივად კონვენციის მოქმედების სფეროს შინაარსობრივ ასპექტებში. აუცილებლად უნდა გკითხოთ, გაჟღერდა სასამართლო სხდომაზე დაზარალებულთა სასარგებლოდ კომპენსაციების გადახდის საკითხი. აღნიშნულ შემთხვევაში ეროვნულმა სახელმწიფომ ეროვნულ დონეზე სასამართლოების მხრიდან თუ იყო განსაზღვრული დაზარალებულისათვის, მათ შორის იმ დაზარალებულისათვის, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, კომპენსაციის გადახდის საკითხი და თუ აღსრულდა იგი? მოგახსენებთ, რომ ჩვენ დაზარალებულ მომჩივანთა გარკვეულ ნაწილთან მიმართებით, მართალია აქ საგამოძიებო ღონისძიება არის ამოწურვის ის მერკეტი, რაც უნდა ამოიწუროს, თუმცა ჩვენ მაინც ანუ იმისთვის, რომ მათ შორის ეროვნულ სასამართლოების წინაშე ყოფილიყო ინიციირებული საკითხი, მათ როგორ ხდება ეროვნული სამართლოების გავსტების საკითხებზე, იყო მიმართული სარჩელებით. უკვე ზიან 1005 მუხლიდან გავდიოდით და ნუ ჩვეულებრივად მიყენებული ზიანის ნაწილში. ამრიგად აქ ძალიან საინტერესო ფაქტი მოხდა და ესეც მინდა რომ მსმენელმა იცოდეს. საინტერესოდ და ამას შეიძლება ვუწოდოთ დიდი პალატის ეფექტიც დავარქვათ, სხდომის წინა დღეს მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე ჩვენმა ეროვნულმა სასამართლოებმა ორ მომჩივანთან მიმართებით საქმე გადაწყვეტა და დადგინდა საბოლოო ძალაში შესული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, მანამდეც იყო დარღვევები, მაგრამ სასარჩელო წარმოების სისტემაში სანამ გადაწყვეტილება არ შევა, საბოლოო არ დადგება კანონიერ ძალაში, მანამდე ძალა არა. ზუსტად მოხდა წინა დღეს და საინტერესო იყო, რომ მათ შორის ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც დაისვა, შეეხებოდა ზუსტად ამ საკითხს. იყო განსაზღვრული, დაკმაყოფილდა კიდევაც გარკვეულწილად, თუმცა ეს არაფერია
არაფერია იმასთან, რაც ამ ადამიანებს ზიანი მატერიალური მიადგა. თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, თუნდაც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, თუნდაც ემოციური თვალსაზრისით, ვერ კომპენსაციური გამოხატულება ვერ ექნება იმ ზიანს, რაც მათ მიადგა, იმიტომ რომ ეს მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში გაყვებათ. ერთია გაყვება და მეორეა ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანი და ის შეუცვლელი ტრავმა, რაც თუნდაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, აი ეს თვალის დაკარგვა და სხეულის ორგანოების დაკარგვასთან დაკავშირებით. როდის ელოდებით გადაწყვეტილებას ბატონო? საბოლოო გადაწყვეტილებას ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მალე იქნება მიღებული დიდი პალატის გადაწყვეტილება, იმიტომ რომ დიდი პალატა მათ შორის ხედავს და ზოგადად სტრასბურგის სასამართლო ხედავს იმას, თუ როგორ ხდება ეროვნულ დონეზე მოვლენების განვითარება. ჩვენ რას ვხედავთ? ვხედავთ, რომ დღესაც კი აქციების ჭრილში ნიღბიანი სამართალდამცავები, რომელსაც არანაირი აღნიშნული მაიდენტიფიცირებული ნიშანი არ აქვს, 300-ზე მეტი ადამიანი არის ნაწამები. რამდენიმე დღის წინ გამოვიდა სახალხო დამცველის წლიური ანგარიში. იქაც კი არის აღნიშნული ამ ფაქტების შესახებ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ კონკრეტულ კვლევებზე, რაც მაგალითად საიეს ფარგლებში ჩატარდა. სერიოზული კვლევები გვაქვს ჩატარებული ამ მხრივ, ფაქტობრივად გამოძიებულ ორგანოს როლი ფაქტობრივად შეითავსა საერთოდ სხვა ორგანოებმა და მეორე მხრივ ეს გამოძიების და პროცესუალური ნაწილის დარღვევა ხო აღიარა სასამართლომ? აღიარა, თუმცა ეს იყო აღსრულების ნაწილია. აღსრულების ნაწილი კლავად ძალიან პრობლემური საკითხია, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს მხოლოდ ნაწილია დარღვევის, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები არეგულირებს მსგავსი საკითხს, ამაზეც განმარტავ რა არის, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, მის აღსრულებაზე პასუხისმგებელი არის მინისტრთა კომიტეტი. შესაბამისად, მინისტრთა კომიტეტში გროვდება ერთი ტიპის საქმეები, რომლებიც მსგავსი ტიპის პრობლემატიკა შეეხება. წამების სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამაერთიანებელი ქუდი საქმე არის ეგრეთ წოდებული ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები, რომელიც შეეხება მათ შორის როგორც ციხეში განხორციელებულ წამებებს და ჩვენ არაერთი საქმე გვაქვს მათ შორის დაახლოებით 2 წლის შუალედში მოვიგეთ ეს თქვა წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებთან მიმართებით საქმეები, სადაც მატერიალური ნაწილი დაუდგინა წინარე რეჟიმს, ხოლო არ გამოძიების ნაწილი დაუდგინა ახალ რეჟიმს. პროცედურული, აი ესეთი საქმეებიც გვაქვს, სადაც ფაქტობრივად ვერავინ ეს თქო შეედავება ორგანიზაციას, იმიტომ რომ ყველას პასუხისმგებლობა არის დაყენებული და გამოკვეთილი. და რომ დაუბრუნდეთ ამ საკითხს, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები არის მოკლედ ის საქმეები, სადაც ესეთი ტიპის გამოძიებები უნდა აღსრულდეს, ჩატარდეს და ჩვენ გვაქვს სავალალო შედეგები ამ მიმართულებით. ძალიან ზოგადად აღსრულებასთან მიმართებით ვართ ბოლო 5 თეულში და არა ანუ ეს ზოგადი ფონი ხო ძალიან მძიმეა სხვა საქმეებსაც მოიცავს, არა მარტო წამების საქმეებს, მაგრამ განსაკუთრებით გამორჩეულად მძიმეა წამების საქმეების გამოძიების ნაწილი, იმიტომ რომ აქ არ ხდება სათანადო ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც კი. ძალიან მძიმე ამბავია. და ანუ ჩვენ თქვენ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემაზე საუბრობთ, მაგრამ ვინაიდან შეზღუდული ვართ დროში მოგეხსენებათ, აუცილებლად უნდა გითხოთ სხვა მნიშვნელოვან სასამართლო გადაწყვეტილებებს და ისეთ საქმეებზე, რომლის კომუნიცირებაც განხორციელდა. საია აწარმოებს ძალიან საინტერესო საქმეებს და რამოდენიმე საქმის წარმოებაში მიღების შემდგომ თქვენ ძალიან კარგი წინასწარი შედეგები გაქვთ. ყოველ შემთხვევაში ერთი ეტაპი იქნა განხილული. ბატონ დავით, სამწუხაროდ გადაცემაში რეკლამის დროა ამ საკითხთან დაკავშირებით გადაცემის მეორე ნაწილის დასაწყისში ვერო ვისაუბროთ. დაგვალოდეთ, ჩვენ ძალიან მალე დავბრუნდებით. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. რეკლამა რადიო კომერსანტზე. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. მედიკამენტები, საკვები დანამატები, თავის მოვლის პირის ღრუს და ბავშვის პროდუქტები. ყველაფერი, რაც თქვენს ჯანმრთელობას და სილამაზეს სჭირდება. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. Silk Post-ი, სახმელეთო ამანათების საქართველოში. გამოიწერეთ ამანათები ჩვენთან და ისარგებლეთ სწრაფი სერვისითა და ბიუჯეტური ფასებით. დარეგისტრირდით. ჩვენი ვებგვერდის მისამართია: www.silkpost.g.
შეიძინეთ უმაღლესი ხარისხის ფინური წარმოების Nokia-nis ბრენდის ზამთრის საბურავები ყველაზე ხელსაყრელ ფასად მხოლოდ Toyota ცენტრ თბილისში. ჩვენთან დაგვხვდებათ საბურავის ზომების ფართო არჩევანი. ევროპული Nokia-nis ბრენდის საბურავები გამოირჩევა გამძლეობით და საფარზე საუკეთესო მოჭიდებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 032 2 52 20 22 032 2 511 Toyota ცენტრი თბილისი. დავით აღმაშენებლის ხეივანი 116. რეკლამა რადიო კომერსანტზე. ენერგოეფექტურობა მომავლის არჩევანი დღეს. გაიგე როგორ შეიძლება მცირე ცვლილებებმა დიდი გავლენა მოახდინოს გარემოსა და შენს ხარჯებზე. ყოველ ორშაბათს 9 საათსა და 45 წუთზე რადიო კომერსანტის ეთერში. რუბრიკა ხორციელდება ევროკავშირისა და KfW-ს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის ფარგლებში. ბიზნესი და სამართალი ნინო ლიპარტიასთან ერთად. დაგიბრუნდით ეთერში და ვსაუბრობთ ბატონ დავით ჯავახიშვილთან ერთად. ბატონი დავითი წარმოადგენს საქართველოს ადვოკატთა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბოდიშვიხტი, საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელს და ბატონი დავითი დღეს საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებსა და სასამართლო საქმეებზე საუბრობს. ბატონ დავით, ახალ კომუნიცირებულ საქმეებთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ აუცილებლად რა ეტაპზე ხართ? ახლა ძალიან საინტერესო საქმეები გადავიდა შემდეგ ეტაპზე კომუნიცირების ეტაპი და გთხოვთ ჩვენ მსმენელისათვის რომ გაგვიმარტოთ რას გულისხმობს ეს და რას ელით მათგან. კი ბატონო, მართლაც ძალიან საინტერესო საქმეები წამოვიდა. პირველ რიგში ვიტყვი ეგრეთ წოდებული რუსული კანონის წინააღმდეგ არსებულ საჩივარს, რაზეც არასამთავრობო, ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ჯერ კიდევ ეროვნულ დონეზე საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე ცდილობდნენ რომ დაედასტურებინათ მათი სიმართლე, რომ რას იწვევდა თავად ეს კანონი, რუსული კანონი და როგორი შედეგები შეიძლება და მოყოლოდა მას მედია ორგანიზაციებისთვის და მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ესე იგი, საჩივარი შეეხება მთელ სპექტრს კონვენციური უფლებების, დაწყებული ასოციაციის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლების და დამთავრებული ევროპული კონვენციის 18 მუხლით. რაც ვფიქრობ, რომ ეს არის ზუსტად 18 მუხლის სპეციფიკა, ზუსტადაც იმას მე ვეძახი ამ საჩივრის სული ალბათ 18 მუხლში მდებარეობს, იმიტომ რომ 18 მუხლი არის ისეთი სპეციფიკის, როდესაც სახელმწიფოს გაცხადებული აქვს სხვა მიზანი და გარკვეულ მიზნის ქვეშ ახორციელებს ქმედებებს, მაგრამ მისი რეალური მიზანი არის სხვა ქვემიზანი, რომელიც არის ბოროტული და რომელიც ისახავს ამ შემთხვევაში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვას, ხელშეშლას, ბიუროკრატიული ბარიერების წარმოქმნას და მედია ორგანიზაციების შემთხვევაში მათ შორის ესეც არის წარდგენილი და ამის ყველაზე საინტერესო, იმიტომ რომ მიზანს ადასტურებ აქ და მიზნის დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარადგინო და ამაში მათ შორის ძალიან კარგი მტკიცებულებები მოდის ისევ თავად ამ კანონების შემოქმედებისგან, რომლებიც ჯერ კიდევ თავის დროზე აცხადებდნენ ამ მიზნებს ღიად, მათ შორის მასტიგმატიზირებელ იარლიკებს აკრავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ რომ ადამიანებს დაეხმარონ და წამების ხერხლებს დაეხმარონ, არაერთი კარგი საქმე გააკეთონ ჩვენი ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის, საზოგადოების ყველასთვის და აი ზუსტად ამ ორგანიზაციების ესე გაშავების კამპანიით იყვნენ დაკავებული, რომ აღარაფერი ვთქვათ ოფისებზე თავდასხმის კამპანიებზე და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის თქვენი საჩივრის საფუძველი. მათ შორის ეს არის ერთ-ერთი ნაწილი ამ საჩივრის, იმიტომ რომ თავად აი სამართლებრივი თვალსაზრისით, ვისაც კი წაკითხული აქვს ეს კანონი და ვისაც ეს ვთქვათ იურისტობაზე აქვს პრეტენზია, შეუძლებელია იქ არ დაინახოს ის ძირგამომთხრელი ნორმები, რომლებიც ფაქტობრივად აუქმებს მთელ რიგ თავისუფლებას. აი ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ სიტყვაზე მონიტორინგის შესაძლებლობა, ხო? რომელიც ჩადებულია ამ რუსულ კანონში. იმდენად ფართო არის ეს წარმოჩენილი, რომ ფაქტობრივად წარმოიდგინეთ, რომ ჟურნალისტი, რომელიც ახორციელებს საგამოძიებო ჟურნალისტიკას და ძალიან აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში საგამოძიებო ჟურნალისტიკა, რამდენად ისეთი სკანდალები გავიგეთ, ხა არც მინდა გავიმეორო და ეს მხოლოდ ნაწილია, ანუ იმ კორუფციული
ამბების, რაც საგამოძიებო ჟურნალისტიკას გამოაქვს. და წარმოიდგინეთ თქვენ ამ მონიტორინგის ფარგლებში მათ ფაქტობრივად შეუძლიათ ჟურნალისტური წყაროებზე გავიდნენ და ისე ჩაატარონ ეს პროცესი, რომ გამოუთხარონ ძირი ამ საქმიანობას. რაც პოტენციურად გამორიცხავს შემდგომ უკვე ამ საქმიანობის განვითარებას და არსებობასაც კი. რომელ ჟურნალისტს მიაწვდის თუ წყარო მსგავს ინფორმაციას, ხო? ან კიდევ თუნდაც რაიმე საპროცესო მოქმედებებს გეგმა, ხო? ამ ყველაფრის ასახვა, მოკლედ საბოლოო ჯამში ჩვენ საქმიანობასაც ნებს. რომ აღარაფერი თქვა პირადი ცხოვრების თავისუფლებაზე, არაფერი თქვა გამოხატვის თავისუფლებაზე. მოკლედ კიდევ ერთხელ მეორე დისკრიმინაცია, რა თქმა უნდა დისკრიმინაცია სტრასბურგის სასამართლოში ყოველთვის მიდის სხვა უფლებებთან ერთად თანხმდროში, მე-14, რომელიც ძალიან ისეთი წვავე სპექტრით არის წარმოჩენილი აქ და მართლაც რა იმ ძიმე ფორმებით არის, იმიტომ რომ მიზანი სხვა არის, მიზანი აქვთ იყო არის და ჯერჯერობით იქნება და იმედი გვაქვს რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთის შემთხვევისგან და იმ ნაწილში იქნება განსხვავებული რომ სწრაფად მოხდება გადაწყვეტა. იმიტომ რუსეთის შემთხვევაში მოხდა ესე რომ დააგვიანეს საკითხის გადაწყვეტა. აღნიშნული რუსული კანონი რუსეთის რუსული კანონი გასაჩივრებული იყო და მიიღეს გადაწყვეტილება არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება ეკოდეფენსის საქმის, ეკოდაცვის და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, რომელმაც ფაქტობრივად ჩვენ საქმისთვის წინარე საფუძველი გაამზადა, იმიტომ რომ ამ კანონების რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პერსპექტივა უკვე დაგვიანებულიც იყო, იქ უკვე განადგურებული იყო ეს ორგანიზაციები და დღეს ახაც მათ აქვთ ეს მიზანი და ჩვენ ამ მექანიზმით მაშინ როდესაც ეროვნულ დონეზე შენ არ გაქვს არანაირი მექანიზმი რომ უკანონობას წინააღმდეგ იყენებ საერთაშორისო სასამართლოს მექანიზმს და იმედი გვაქვს რომ ეს პირველი კომუნიცირების ეტაპი საკმაოდ სწრაფად განხორციელდა. ძალიან სწრაფად. ჩემი გამოცდი ხა მე დიდი პრაქტიკა არ ამაქვს და არ ამაქვს პრაქტიკული შეხება სტრასბურგის სასამართლოსთან, მაგრამ რაც ვიცი და შემიძლია ჩემი სუბიექტური მოსაზრება გავაშხირო, საკმაოდ სწრაფად იყო. მეტიც საქართველოს ისტორიაში მგონი არც ახსოვთ ასეთი სწრაფი კომუნიცირების შემთხვევები. და ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ შორის ამ პრობლემას ისინი აცნობიერებენ. თუ რა საქმე იყო ზუსტად 28 კილოგრამი, როდესაც გავაგზავნეთ, მახსოვს, გვაბრალებდნენ რომ გაგზავნილი არა აქვთო საჩივარიო, მაშინ როდესაც რაღაც 28 კილოგრამი პირადად ასე თქვა თუ უზრუნველყავი ის რომ მიეღო სათანადო ადრესაც და ამაზე საუბრობდნენ რომ საქმე გაგზავნილი არ არის, რომ თერლინგი პროპაგანდული კამპანიები იყო აქ აგებული ამის წინააღმდეგ. ნუ თუმცა ფაქტი არის ის რომ 100-ზე მეტ ორგანიზაციას ვიცავთ, ფაქტი არის ის რომ საქმე უკვე კომუნიცირებულია და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, უბრალოდ ორი მნიშვნელოვანი ამბავი. ერთი რომ სასამართლომ თავადვე განსაზღვრა რომ ამ საქმე შეიძლება მიენიჭოს impact cases, ანუ ზეგავლენის მქონე საქმის ასე ვთქვათ მნიშვნელობა, იმიტომ მნიშვნელოვანი საქმე თავად ეს განმარტა უკვე ეს თავად წერილში როდესაც გვაცნობა ამის შესაძლებლობა განსაზღვრა რომ შეიძლება საქმის მნიშვნელობა გამოდიოდა და ალბათ რუსული მაგალითი და გამოცდილებაც უწყობდა ამას წინ. ბატონ დავით, ძალიან ბევრ საქმეს აწარმოებთ რუსეთის წინააღმდეგ, ეგრეთ წოდებულ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, მიუხედავად ცოტა დროის აუცილებლად უნდა გკითხოთ, რა ეტაპზეა დღეს რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებები და თქვენ ასევე არაერთი ფიზიკურ პირს წარმოადგენს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ დაზარალებულები რუსული სახელმწიფოს მიერ და ჩვენ გვახსოვს ეს არაერთი დეპორტაციის საქმე, შემდგომ ომის საქმეები და ასე შემდეგ. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? კი ბატონო, აქაც ძალიან მრავალფეროვანი სპექტრი აქვს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას საქმეების, ესე იგი, დაწყებული ქართველების დეპორტაციიდან, ხო, რაც ძალიან პირველი, ეს იყო პირველი და ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ ამ საქმეებთან ერთად სახელმწიფოებრივი საქმეებიც იყო, ან სახელმწიფო წინააღმდეგ დავაცმოდიოთ. და მნიშვნელოვანია ითქვას ის რომ საიას საქმეები არის ზუსტად ის საქმეები, რომლებიც აღსრულდა. რუსეთმაც კი გადაიხადა კომპენსაცია ჩვენ დაცვის ქვეშ ყოფილი პირების დეპორტირებულ ქართველებს. ესე იგი, დეპორტაციის ნაწილი მოიგო საიამ და რუსეთის ფედერაცია ამხილა და რაც რა თქმა უნდა შემდგომ სხვა არგუმენტაციის განვითარების ჭრილში ჩვენ სახელმწიფოს ეხმარება მე საერთაშორისო დავებში ასეთი ტიპის ინდივიდუალური საჩივრები. ამასთან ერთად ამის შემდეგ აგვისტოს ომის საქმეები, აქტიური ფაზის საქმეებიც გვაქვს, სადაც სხვადასხვა
ასპექტებია ჯიოშვილი და სხვები მაგალითად რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწყებული საკუთრების უფლების ხელყოფით დამთავრებული გამოძიების ნაწილით და საქართველოს წინააღმდეგ არ არის მხოლოდ რუსეთის ფედერაცია. არა, ეს საქმეები არის რუსეთის ფედერაციის ომის საქმეების ეს ნაწილი არის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცავთ 300-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს. ეს საქმეები უკვე დასრულებულია კომუნიცირების სტადია გავლილია, ყველაფერი შეპასუხება წარდგენილი, ახლა ველით გადაწყვეტილებას. ასევე გვაქვს სოციალური ოკუპაციის საქმეები, მათ შორის დვანის განახლებადია, რომელიც სულ ხდება, თუმცა დვანის შემთხვევა მეკარეშვილი და სხვები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არის ზუსტად აი მართულხმართების გადმოწევის საქმე, თუ როგორ და რანაირად რა უფლებას ხელყოფს, მათ შორის გადაადგილების თავისუფლების ნაწილში. ამ საქმეებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ინდივიდებს ვიცავთ და აი პირველ რიგში იმ ადამიანებს წარმოადგენს სასამართლოს წინაშე, ვისაც ვიცავთ, თუმცა რა თქმა უნდა, დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში ამ საქმეებს პირდაპირ დადებითი ასახვა ექნება სახელმწიფოს პოზიციებზე, საერთაშორისო ასპარეზზე. ეს მგონი არც ერთი მხარე და არც მეორე მხარე წესით ასე მგონია. წესით და რიგით არ დაობენ, თუმცა მეორე ფაქტია, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული ომისა და მცოცავი ოკუპაციის საქმეები რა ეტაპზე კომუნიცირება? ეს ყველაფერი კომუნიცირება დასრულებელია, შეპასუხების ფაზები დასრულებელია და დარჩა მარტო აქტიური ომის ფაზის საქმეები, რომლებისაც თავისი სპეციფიკა აქვს რუსეთ საქართველოს მეორე დავის მიგნევების გათვალისწინებით. ასევე მნიშვნელოვანი, ახლა ამაზე ველოდებით მოკლედ კომუნიკაციას, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეთქვას, რომ აქტიური ომის დროს ჩადენილი გარკვეული დარღვევები სასამართლომ თავისი იურისდიქციიდან ამორიცხა და ჩვენც ანუ მოკლედ ყველანაირად ვცდილობთ და ყველაფერს ვცდილობთ იმაზე, რომ ეს საქმეები დაკომუნიცირდეს და რუსეთის ფედერაციას თუნდაც სამართლებრივად მოეთხოვოს ის პასუხი, რაც მან ჩაიდინა ქართული ხალხის წინაშე. ასევე ჩვენ საქმეებს შეეხება უკვე პოსტსაოკუპაციო სიტუაციის საქმეები, როგორც სამაგათოდ 4-2 ეს საქმე და ამ საქმემ დაასწრო სახელმწიფოთა შორის დასრულდა ეს საქმე, კომპენსაციაც დაკისრებული აქვს, ჩვენ ამაზე აღსრულებაზეც მიმართული გვაქვს და მათ შორის მინისტრთა კომიტეტიც ჩვენ ეგრეთ წოდებული მე-9 წესის მოქმედებებით ჩაყენებული გვაქვს, რომელიც გულისხმობს სვენელის გამარტო აღსრულებაზე მონიტორინგის მექანიზმია, მათ შორის დაზარალებულის ოჯახისთვის და სასარგებლოდ, რომ აღსრულდეს ეს საქმეები და რა თქმა უნდა ეს რუსეთის ფედერაციის მიერ სისტემურ დარღვევებზე მიუთითებს, მათ შორის იქ რუსეთის საქართველოს მეოთხე საქმეში ჩვენმა საქმემ დაასწრო. და ჯერ ჩვენ საქმეზე იქნა გადაწყვეტილი კი ბატონო და მე ამ საქმის მიგნევები მათ შორის გამოყენებული იქნა იმ საქმეზე. ნუ მცირე იყო დროით შუალეთი, მაგრამ აი ეს არის კიდევ რომ თუ კი სწორად არის დაგეგმილი სამართლებრივი სტრატეგია და თუ კი სწორად არის საერთაშორისო სასამართლოში ნაბიჯები გადადგმული, ეს მხოლოდ არგებს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ამ თვალსაზრისით. ეს რაც შეეხება ომის საქმეებს რუსეთის ფედერაციას, მოკლედ რომ დავიწყოთ, ესე იგი დაწყებული ჯერ კიდევ ომამდე პერიოდით, ომის პერიოდით, ომის შემდეგი აბსოლუტურად ყველა ფაზა გვაქვს დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს წინაშე და მათ შორის უმეტესობაზე უკვე მოველით გადაწყვეტილებას. და ამ შემთხვევაში თქვენ იცავთ ესეც ცხადი რომ გახდეს თქვენ იცავთ მოქალაქეებს არა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ წარმოებაში რა საქმეებიც ახლა მე ვახსენე, თქმა უნდა არის მის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მიერ დაზიანდა. და ამასთანავე თქვენი შესრულებული საქმიანობიდან გამომდინარე უნდა აღინიშნოთ, რომ შევაჯამოთ თქვენთან საუბარი, რომ ძალიან ბევრმა დაზარალებულმა უკვე მიიღო შესაბამისი კომპენსაცია, მათ შორის დეპორტაციის საქმეები აღნიშნეთ. დეპორტაციის საქმეები აღსრულდა და ნახეთ ინდივიდუალურ საქმეებში აღასრულა, მაგრამ სახელმწიფოთა შორის დავაში პრობლემები შექმნა. რუსეთის ფედერაცია ზოგადად პრობლემურია და ამაზე მე მგონი არც არავინ და ამიტომაც აღარ არის წევრი ევროპის საბჭოს. რაც შეეხება სხვა საინტერესო საქმეებს, თუ მაქვს ამის შესაძლებლობა, საინტერესოა კიდევ ის, რომ მათ შორის არჩევნების საქმე გასაჩივრდა. ეს არის მართლაც პრეცედენტული, აი წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით ძალიან საინტერესო საქმე, იმიტომ რომ საჩივარში დაყენებულია არა მხოლოდ ფარულობის დარღვევის ნაწილი, რომელიც ყველა ობიექტურად ობიექტური პირისთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ ფარულობის პრინციპი დაირღვა ამ არჩევნებზე 2024 წლის არჩევნებზე ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ თუ კი ადამიანს შეუძლია დაიმახსოვროს თანრიგი პოლიტიკურ პარტიების როგორ იყო განთავსებული და თუ კი მელანის ჟურნალს უკანა მხრიდან უკვე ნათელი ხდება ამ არჩევნებმა, საერთოდ გააკეთა თუ არა არჩევანი, იმიტომ რომ არჩევნების არ გაკეთებაც საარჩევნო უფლება და ან კიდევ რომელი ოპოზიციურად თუ პირიქით ოპოზიციურად განწყობილი
ამომრჩეველი იყო და ეს ამას იმიტომ ამბობ რომ შედეგების არ აქვს მნიშვნელობა შედეგებს. თავარი არის ეს პრინციპი წარმართულია თუ არა, იმიტომ რომ ფარულობის პრინციპის დარღვევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს თითოეული ამომრჩეველის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობას. და ასევე პოტენციურად შედეგი ეყრება მას შემდგომი არჩევნების შემონაწილეობაზე. თუ ჩვენ საზოგადოება ესეც აქტიური არ არის ამ კუთხით, განსაკუთრებული აქტიურობით არ გამომრჩევა და შესაბამისად ეს დადასტურდა და ხო ეს ამას შესაძლებელია პოტენციურად ახლა ეს ჩემი სუბიექტური აზრია რაც ახლა ამას შესაძლებელია გავლენა იქონიოს რა ეტაპზე არჩევნების წინ. არჩევნების საქმე დარეგისტრირდა, ესეც დაახლოებით რამდენიმე კვირის წინ მოხდა და ანუ ფარულობის გარდა კიდევ რას ეს არის ზუსტად საინტერესო ფარულობის გარდა ჩვენ გასაჩივრებული გვაქვს ორი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. ერთი არის ის რომ მოქალაქეებს არ შეუძლია ან ჩვენი დღევანდელი საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით ამომრჩეველს არ აქვს უფლება იდაოს მთელ რიგ საარჩევნო უფლებების დარღვევას. მხოლოდ ლიმიტირებულად არის, სიაში თუ არ მოხდა და ასე ძალიან ლიმიტირებული. თავად ის რომ სიტყვაზე ფარულობა დაერღვა ადამიანს, ამაზე ის ვერ იდავებდა, იმიტომ რომ საარჩევნო კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები, რომელიც საერთოდ განცხადებელი შეიძლება იყოს კონკრეტული სუბიექტი, ხო? კი ბატონო, და ამიტომ რა თქმა უნდა ინდივიდის ნაწილშიც ეს ამბავი გასაჩივრებულია და ასევე მნიშვნელოვანია ითქვას, რომ თავად დავის წარმოების ნაწილში, იმიტომ რომ საიამ ყველა ელექტრონული ოლქი გაასაჩივრა და მე უკვე ყველა დავას მიყვა ეროვნულ დონეზე. ეს იყო სრული, სასამართლოს მხრიდან ჩადენილი იყო ძალიან მძიმე ამბავი. მარტო ერთი ფაქტი რო აღვნიშნო 23 საათიანი სხდომა ჩაატარეს და არც სათანადო შესვენებები იყო, იმის გამო რომ სწრაფად განეხილა დავა, ეს სისწრაფე განპირობებული იყო იმით რომ არ უნდათ მოკლედ ბევრ კოლეგიას დაწეროდა საქმე და შესაბამისად გააერთიანეს დავა და მოხდა ეს გაერთიანება ისედაც ხომ არის ჩვენი საპროცესო კოდექსის გათვალისწინებულია. უბრალოდ საქმე ის არის რომ საარჩევნო დავებში, როდესაც შენ ამდენ მთელი აღმოსავლეთ საქართველოს საჩივრები წარმოიდგინეთ, აქ ფარულობაზე კი არა საუბარი, მთელი რიგი სხვა დარღვევებიც რაც იყო. და ესე იგი საქმე იყო დაახლოებით, როდესაც ვეცნობთ, ერთი ოთახი იყო საქმე. მთელი ოთახი იყო სავსე ამ საქმის მასალებით და ესე იგი სასამართლომ ჯერ არაფერი თქვა ამის წაკითხვა გაცნობა გაანალიზებას. ხო გჭირდება რომ ელემენტარულად წაიკითხო. არაფერს ვამბობ მის უკვე შინაარსში შესვლას და მტკიცებულებების საზრისის გააზრებას. ელემენტარული გაცნობის თვალსაზრისით იყო პრობლემა. მეორე, როდესაც შენ არანაწილებ ასეთ ტიპის დავა როცა გარკვეული დაყოფით თუ არ უძღვები, ესე იგი იწევ ხელოვნურად იმას რომ გაერთიანდა ცალ-ცალკე შეიტანდა და შემდეგ გაერთიანდა. იმიტომ სხვადასხვა საჩივრები იყო საჩივრები იყო გაერთიანა და ფაქტობრივად დაარღვია ჯერ ვადაც გადაცდა. გარდა ამისა მხარეთა პროცედურული უფლებები არ იყო რეალიზებული. შინაარსობრივი განხილვა როგორც საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე და ისე სასამართლოში დასაბუთების დაკარგვას არ იყო. ერთადერთი უნდა აღინიშნოს და არ უნდა დაიკარგოს და თუ ძალიან ასე ვთქვათ რეკომენდირებულია რომ წაიკითხოთ ეს გადაწყვეტილება, ეს შეეხება თეთრი წყაროს სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც მოსამართლემ ჩაატარა ექსპერიმენტიც კი დეტალურად შეაფასა მართლაც არაჩვეულებრივი დასაბუთება ამ ნაწილში, იმიტომ რომ ერთი არის რომ ორგანიზაცია დაუძდა გარკვეულ მტკიცებულებებს და ვიდეო, სურათი, ფოტო, ასე შემდეგ ურთავ ამ გარემოს, მაგრამ მეორეა ჩატარდეს ექსპერიმენტი, რომელიც ზუსტად იმ გარემოში, საარჩევნო გარემოში აღადგენს იმ მოვლენებს, რაც განხორციელდა. და მათ შორის მისცემს სხვებსაც შესაძლებლობას რომ დააკვირდეს იმ კონკრეტულ მათ შორის მხარეებს და მიიღონ მონაწილეობა თავად ამ ექსპერიმენტში. ასეთ ექსპერიმენტს ხონდა თეთრწყაროში და ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი დაიდო, იმიტომ რომ მათ შორის ეროვნულ დონეზე დადასტურდა რომ ჟონავდა ეს ბიულეტენი და დადასტურდა რომ თავად ბიულეტენის ასე ვთქვათ შეცვლების ინსტრუქციაში იყო სერიოზული ხარვაზი, იმიტომ რომ იქ რაც იყო მიცემული ამომრჩეველის ინსტრუქცია ის ვერ უზრუნველყოფდა ფარულობას. ნათელი იყო. და ასევე მნიშვნელოვანია ითქვას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, განსხვავებული მოსაზრება ბატონ თემურაზ ტუხულშის საკონსტიტუციო სასამართლოში. იმიტომ რომ ეს საქმეები მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლო რა თქმა უნდა ჩვენ არ ვიყავით სუბიექტი და მხოლოდ სასამართლოს მოსაზრების შემოვიფარგლით ამ ნაწილში, მაგრამ ვინც გაასაჩივრა და სუბიექტებმა მათ შორის დეპუტატებმა იგივე პრეზიდენტმა თავისაგან ზუსტად ემთხოვდა ამ ნაწილში ერთმანეთს და მოსამართლე რომელმაც თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა საქმის განხილვაზე და მოსამართლემ ვინც ამას ზუსტი შეფასება მისცა ეს იყო თემურაზ ტუხულში, რომელმაც თქვა რომ სასამართლომ უბრალოდ
უარი თქვა ბატონ გიორგისაც განსხვავებული მოსაზრება ეწერა, ოღონდ ის შეეხებოდა საყოველთაობის პრინციპს და ფარულობის პრინციპთან დაკავშირებით ეს ნაწილი იყო და მოსამართლემ შეაფასა, რომ საკონსტიტუციო სამართლომ უბრალოდ უარი თქვა საკუთარი ფუნქციის განხორციელებას და ეს მართლაც ასე იყო. და ეს რა თქმა უნდა ეს ასპექტებიც ჩვენ საჩივარშია. საინტერესოა რა სიზამს, ამასაც ალბათ შესაბამისად შემჭირდებულად განიხილავს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელობიდან გამომდინარე წესით დაჩქარებულ რეჟიმში და განიხილავს სტრასბურგის სასამართლომ, თუმცა ვიცით მისი წარმოების გადატვირთულობისა და წარმოების საქმის წარმოების ვადებით და სირთულეებით. ბატონ დავით, ძალიან დიდ მადლობას გიხდით გაწეული შრომისათვის, გადაცემაში მობრძანებისათვის. მე მქონდა პატივი ჩვენს კოლეგებთან ერთად და საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიის ჩვენ წევრებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოში ყოფილიყავით იმ სხდომის მონაწილეები, რომელშიც თქვენ იცავდით დაზარალებულებს ეგრეთ წოდებული გავრილობის ხამასთან დაკავშირებით. და ნამდვილად ჩვენ გქონდა საშუალება მოგვესმინა თქვენი პოზიციები, რა თქმა უნდა მეორე მხარის პოზიციები და თქვენი სააპელაციო საჩივრის ის საფუძვლები, რომლებსაც ძალიან დასაბუთებულად და ამომწურავად თქვენ შეეცადეთ, რომ წარგედგინათ სასამართლოსათვის წარმატებებს გისურვებთ პროფესიულ საქმიანობაში. ციფროსო რადიო მსმენელებო შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი დავით ჯავახიშვილი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საერთაშორისო სამართალწარმოების ჯგუფის ხელმძღვანელი. ძალიან სასიხარულო და საინტერესო იყო და ჩემთვის ორმაგად სასიხარულო და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ბატონი დავითი ჩემი ყოფილი სტუდენტი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში და ძალიან მიხარია რომ ესეთი წარმატებულ საქმიანობას ახორციელებს დღეს. ბატონ დავით, კიდევ ერთხელ ძალიან ბევრ წარმატებას გესურვებთ. თქვენ კი ციფროს რადიო მსმენელებო დაგველოდეთ ყოველ ხუთშაბათს 19 საათსა და 10 წუთზე დაგებრუნდებით. ნახვამდის.